ამერიკულმა Tesla-მ, სოფლის უმდიდრესი ადამიანის ელექტრომობილების კომპანიამ გამოაქვეყნა კვარტალური შედეგები, რომლებიც არის გასაოცრად ცუდი. Tesla-მ იმედგამოწვეველი ფინანსური შედეგები წარმოადგინა. მეორე კვარტალში შემოსავლობა შეადგინა 22.5 მილიარდი დოლარი, რაც არის შარშემთხვევის შედარებით 12%-იანი კლება, აგრეთვე კლება არის წმინდა მოგების მიმართულებით, რომელმაც შეადგინა 1.170 მილიონი, როცა პროგნოზირებული იყო 1.400 მილიონი. აგრეთვე შემცირდა კომპანიის მოგების მარჟა, შემოსავალი ერთ აქციაზე და რეალურად ყველა ძირითადი ფუნდამენტური ფინანსური ფაქტორი, რომელსაც ყველა ინვესტორი აკვირდება, როცა ფიქრობს ამ თუ იმ კომპანიის აქციების შესყიდვაზე. Tesla-ს აქვს ძალიან ცუდი დრო, ეს დრო რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. ერთი არის ის, რომ უბრალოდ Tesla-ს ავტომობილები არავის აღარ უნდა, ზოგადად ელექტრომობილები არავის აღარ უნდა პლანეტაზე, იმ რაოდენობითაც ნაბარაუდები იყო, რომ ენტომებოდა, თავადაც პროგნოზი საიდან მოვიდა, კაცმა არ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ის არ გამართლდა და ავტომობილები კომპანიები იყვნენ ამ პროგნოზების ავტორები უმეტესად. კი, მაგრამ რატომ გაჩნდა ეს არის გაუგებარი, რადგან რატო უნდა მოინდომებინა ადამიანს ეყიდა ელექტრომობილი, როცა ჰიბრიდული ავტომობილები არსებობს და თან ნორმალური მოკლედ რა ეს არის სხვა საკითხი, რომელმაც არ გამართლა ფაქტია, იყო ძალიან დიდი ფსონი ფაქტობრივად ყველა კომპანიის მხრიდან, რომელმაც არ გამართლა და ახლა ვიღებთ იმას შედეგად, რომ მოკლედ ელექტრომობილების პროგრამები ჩერდება ლამის ყველა კომპანიაში. ამის ფონზე Tesla-ს ღირებულება შემცირდა დაახლოებით 10%-ით, ანუ ილონ მასკის ქონებამაც დრამატული კლება განიცადა და აგრეთვე მოკლედ ზოგადად ილონ მასკს კარგად არ აქვს საქმე, რადგან ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო კომპანიამ მისი პოლიტიკაში გამოჩენით. ამ რეპუტაციული ზიანის გამოსწორებას თუ შეძლებს საერთოდაც ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კიდევ ერთ კომპანიაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის AstraZeneca, რომელიც არის ფარმაკოლოგიურ სექტორში წარმოდგენილი ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე და ის აპირებს ამერიკაში 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას, რაც გარკვეულწილად არის ტრამპის მოთხოვნა, მან ძალიან მარტივი თამაშის წესები განუსაზღვრავს ხვილ საერთაშორისო კომპანიებს, თუ კი ისინი არ განათავსებენ დიდ ინვესტიციას ამერიკის ეკონომიკაში და არ შექმნიან წარმოების ხაზებს, მაშინ მათ მოუწევთ ტარიფებთან განგლავება და ფარმაკოლოგიური სექტორისათვის ეს ტარიფები არის განსაზღვრული დაახლოებით 200%-ით. ანუ მარტივად რომ ვთქვა, თუ კი AstraZeneca ქარხანას არ აშენებს ამერიკაში და იქ არ აწარმოებს პრეპარატებს, მაშინ მას მოუწევს იმპორტით შემოტანა საკუთარი პრეპარატების, რაც დაუჯდება მინიმუმ 200%-ით. მეტი და აი 200%-ით მეტად რამდენად მოახერხებს ის პრეპარატების გაყიდვას, ეს რაღაც ისეთი შეკითხვა, რომელზედაც პასუხიც კი სასაცილო მოსასმენი იქნება, რადგანაც 200%-იანი მარჟით ვერცეთი, ასე ვთქვათ, კონკურენტუნარიანი პროდუქტი ვერ იქნება ბაზარზე წარმოდგენილი, ამიტომაც AstraZeneca იძულებულია, რომ ეს ნაბიჯი გადადგას, როგორც არის იძულებული აბსოლუტურად ყველა ფარმაკოლოგიური კომპანია და ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის ერთი ძალიან დიდი გამარჯვება, რადგანაც ამ ტარიფებმა ის გამოიწვია, რომ დიდმა კომპანიებმა ამერიკის ეკონომიკაში უკვე ჩადეს რამდენიმე ტრილიონი და კიდევ ძალიან ბევრ თანხას ჩადებენ, რადგანაც ისინი იძულებულები არიან, რომ დაემორჩილონ ხელისუფლის გადაწყვეტილებას, ვინაიდან თუ კი ამერიკის ბაზრიდან გახვალ, მაშინ ნუ შენი საქმე როგორც კომპანიის ფაქტობრივად დამთავრებულია საერთაშორისო ასპარეზზე, ამაზე რა თქმა უნდა, ვერც ერთი კომპანია ვერ წავა და იძულების მექანიზმად არის გამოყენებული სწორედ ეს იძულებითი ინვესტირება, რასაც როგორც ჩანს უკვე AstraZeneca-ც თან ხვდება. საინტერესო სიახლეები აქვს ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანია BYD-ს, რომელსაც აქვს ძალიან კარგი სტრატეგია მსოფლიოს მასშტაბით სხვა რეგიონში ის აშენებს ქარხნებს და ამ ქარხნებში აწარმოებს ავტომობილებს, რომლებითაც ამარაგებს მერე სხვა ქვეყნებს, რაც ნუ მოკლედ მოგების მარჟას უზრდის და დანახარჯებს უმცირებს, მაგრამ ახლა უკვე განიხილება ასეთი რამ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე უნგრეთში, სადაც არის ქარხანა BYD-ს, მანდ დროებით შემცირდეს წარმოება ძალიან დრამატულად და ამ ბაზრის დიდი ნაწილი დააკმაყოფილოს თურქეთმა, სადაც ასევე აქვს BYD-ს საკუთარი ძალიან დიდი ქარხანა. წლიურად ეს დაახლოებით 150,000 ელექტრომობილზე არის სხვაობა სწორედ ეს არის, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგნოზები კეთდება მომდევნო წლებისთვის, რომ 2029 წელს უნდათ რომ გაყიდონ 400,000 ელექტრომობილი მხოლოდ ევროპის კონტინენტზე BYD-ს, რაც თეორიულად ალბათ შესაძლებელია, პრაქტიკაში ვნახავთ ეს როგორ იქნება, მაგრამ რაც ნიშნავს, რომ ელექტრომობილების ბაზარი თითქმის სრულად უნდა აიყვანოს, მაშინ BYD-მ თუ კი ასეთი რამის გაკეთება სურს, რაც ცხადია ძალიან რთული იქნება, რადგან ევროპაში მაინც ევროპული ბრენდები დომინირებენ უდავოდ, რომელთაც ასევე ყავთ ელექტრომობილები, შეიძლება არა იმ რენტაბელურობის წერტილზე, რაც არის BYD, მაგრამ BYD მაინც ჩინური კომპანიაა და ცხადია ევროკავშირი არის ყველაზე რეგულირებადი ქვეყანა, რომ ვთქვათ, მარტივად პლანეტაზე და თუ კი მოინდომებს, თუ კი დაინახეს მათ საფრთხე და ლობი ძალიან დიდი ყავს, თუნდაც გერმანულ ავტომწარმოებას. მთელი ავტოინდუსტრია გერმანიის. მარტო გერმანიის არის საფრანგეთი და სხვა ქვეყნებიც იანავე ჩართულები, მაშინ უკვე რაღაც რეგულაცია იქნება მიღებული და მარტივად
ასე ვთქვათ, ხელს შეუწყლიან ჩინური ბრენდის ექსპანსიას. ხო, ხელი აქვს შეშლილი General Motors-საც, რომელიც ამერიკაში ოპერირებს, ამერიკული ბრენდია ეს GM-ი, მაგრამ მას შეექმნა პრობლემები ტრამპის ტარიფების გამო და როგორც თავდაპირველადვე იყო ნავარაუდები, ტარიფებმა გამოიწვია ავტომობილების გაძვირება, არავითარ შემთხვევაში გაიეფებასთან საქმე არ ქონია და General Motors მოუწია მარტივად რომ ვთქვათ, თავისი მოგების მარჟის შემცირება იმისათვის რომ როგორმე გაეყიდა იგივე მოცულობის ავტომობილები და ეს ჩანს გაყიდვებში, სადღაც გაყიდვებმა იკლო დაახლოებით 2%, თუმცა მოგების მარჟა მიკლო 35%-ით, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიას იგივე ფასად უწევს იგივე ავტომობილის გაყიდვა, სადაც მისი მოგების მარჟა არის უკვე ნაკლები, რადგანაც ფასები არის გაზრდილი, გაძვირებული არის ავტომობილების წარმოება, ამას კი განაპირობებს ავტონაწილების იმპორტზე დაწესებული 25%-იანი სატარიფო რეჟიმი, რადგანაც რა თქმა უნდა General Motors 100%-ით ავტომობილებს ამერიკაში არ ქმნის, ასეთ რამე არის შეუძლებელი უბრალოდ, მას უწევს აუთსორსზე რაღაცის გატანა და შემდეგ ბოლოს უკვე ფინალური აწყობის, ასე ვთქვათ, მოქმედების ჩატარება ამერიკაში, რაც, აძლევს გარკვეულ უპირატესობას კომპანიას, მაგრამ თუ კი ყველა იმპორტირებული ნაწილი მაინც იბეგრება 25%-ით, ბოლოს მაინც უწევს ავტომწარმოებელს თავისი ხარჯების გაზრდა და ეს ყველაფერი აისახება მის ფინანსურ შედეგებში, რომელიც არ არის დამაკმაყოფილებელი, არ არის მოსაწონი და როგორც მოსალოდნელი იყო ტრამპის ტარიფებმა ამ მიმართულებით გამოიწვია კონტრპროდუქტიული შედეგი. ისე საინტერესოა რომ ამერიკაში GM-ს რომ პრობლემები აქვს, რუსეთში ავტოვაზს აქვს დაახლოებით იგივე პრობლემები, მიზეზი სხვა არის, მაგრამ ავტოვაზს უწევს თანამშრომლების გათავისუფლება, რადგან მოკლედ ავტოვაზის პროდუქციაზე, მანქანებზე მოთხოვნა აღარ არის ისეთი დიდი რუსეთში, როგორც იყო მანამდე და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, რომ ავტოვაზის მანქანები არ არის კარგი მანქანები, მარტივად რომ ვთქვათ, არც არასოდეს ყოფილა. ხო, არც არასოდეს ყოფილა და მათი მთელი ხიბლი იყო ის, რომ ეს მანქანები იყო იაფი, ბევრად ვიდრე ნებისმიერი რამ რაც ამ ქვეყანაში იყიდებოდა, მაგრამ ახლა ამ ქვეყანაში უკვე ძალიან ბევრი ჩინური ავტომობილი იყიდება, რომელთაც დაახლოებით იგივე ფასად მოყვებათ უამრავი რამ და გაცილებით უკეთესები არიან ობიექტურად ყველანაირი საზომით, ამიტომაც რუსები უკვე ძალიან დიდი რაოდენობით ჩინურ ავტომობილებს ყიდულობენ, ხოლო ჩინეთში სუბსიდირებულია ეს და გაცილებით იაფიჯდება და მდგრადი მაინც არის ავტოვაზს კი რეალურად არც ნოუ-ჰაუ აქვს ამის და არც არაფერი ეს დიდად სუბსიდირებული წარმოებაა, უბრალოდ იმიტომ რომ რუსეთს ყავდეს საკუთარი წარმოების ეროვნული ავტომობილი, რაც ყველა არა, მაგრამ მეტნაკლებად ყველა დიდი ქვეყნის უბრალოდ ესეთი ამბიცია, რასაც ეკონომიკური გამართლება დიდად არ აქვს და სწორედ ამას ხედავთ აქ, რადგან თანამშრომლების გათავისუფლება უწევს და საბოლოო ჯამში შეიძლება უკვე იმდენად მინიმალურ წარმოებაზე გადაერთოს ავტოვაზი, რომ უბრალოდ არსებობდეს რაღაცა ფორმით, მაგრამ ფურცელზე მაინც გასახარად, მაგრამ ეკონომიკური სარგებელი მას ცხადია ქვეყნისთვის გაუჭირდება, რომ შექმნას მით უმეტეს ომის პირობებში, როცა ისედაც ავტომობილებზე მაინც არ ფიქრობენ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელთაც უზევთ, რომ ბრძოლაში იყვნენ ომში ჩართულები უკრაინის წინააღმდეგ.